ეგვიპტეში არეულობა გრძელდება. კომენდანტის საათის მიუხედავად ქვეყნის მოსახლეობა ქუჩებში გამოსვლებს განაგრძობს. მოსახლეობის განცხადებით პრობლემები არსებობს ამ დროისთვის, თუმცა ისინი სახლებში დაბრუნებას არ აპირებენ. როგორც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, ჰოსნი მუბარაკის მთავარი პოლიტიკური მეტოქე მოჰამედ ელ-ბარადეი ჩაუერთდა აქციის მონაწილეებს. ეგვიპტის დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში კვლავ სროლის ხმა ისმოდა. კვირას კი ქაიროს ცაზე ეგვიპტის სამხედრო ვერტმფრენები გამოჩნდნენ. დამატებითი ძალები განთავსდნენ ქაიროს ცენტრალურ მოედანზეც, იქ სადაც დემონსტრანტები ჰოსნი მუბარაკის გადადგომას აქტიურად ითხოვენ. მოედანზე დემონსტრანტთა რიცხვთან ერთად სამხედრო ტექნიკის რაოდენობაც იზრდება. მოსახლეობა კომენდანტის საათის მიუხედავად ქუჩებში გამოსვლას განაგრძობს. ეგვიპტელებს საკუთარი საცხოვრებლების დაცვა ამჯერად ეგვიპტის ციხეებიდან გაქცეული პატიმრებისგან უწევთ. კომენდანტის საათის მიუხედავად დემონსტრანტებს მუბარაკის მთავარი პოლიტიკური მეტოქე მოჰამედ ელ-ბარადეი შეუერთდა. ქაიროს თავისუფლების მოედანზე ნობელის პრემიის ლაურეატმა შეკრებილებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ცვლილებების დრო დადგა. დღეს აქ იმისთვის მოვედი, რომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს თქვენს გვერდით ვიყო და თქვენი სიხარული გავიზიარო. დღეს თქვენ როგორც ეგვიპტელებმა სიცოცხლისა და თავისუფლების უფლება დაიბრუნეთ. ჩვენ როგორც ადრე დღესაც ვაცხადებთ, რომ ერთი მთავარი მოთხოვნა გვაქვს, ამ რეჟიმის დასასრული და ახალი ეტაპის დასაწყისი. ეგვიპტის დედაქალაქში მაღაზიებისა და სამუშაო ადგილების უმეტესობა კვლავ დაკეტილია. ქვეყანაში საკვების სიმცირის შესახებაც დაიწყეს საუბარი. ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმა. ბარაკ ობამას გამოსვლაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები თურქეთისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებს, ასევე საუდის არაბეთის მეფე აბდულასა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ეგვიპტეში შექმნილი ვითარების დასარეგულირებლად დახმარებას თხოვს. პროტესტის მიუხედავად პრეზიდენტი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. ჰოსნი მუბარაკმა ვიცე-პრეზიდენტად დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ომარ სულეიმანი დანიშნა. პრემიერის თანამდებობა კი ავიაციის მინისტრს აჰმედ შაფიკს ჩააბარა. ეგვიპტეს ტოვებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებით. შეერთებული შტატების საელჩომ საკუთარი მოქალაქეების ეგვიპტიდან გაყვანის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ამასთან ერთად ქვეყნის დატოვებას საკუთარ მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთი და ევროპის სხვა ქვეყნებიც ურჩევენ. გასულ კვირაში დაწყებულ გამოსვლებს ქაიროში, სუეზსა და ალექსანდრიაში 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ეგვიპტეში არეულობა ტუნისში შექმნილ მოვლენებს მოჰყვა. ტუნისელებმა ორკვირიანი გამოსვლების შემდეგ ბენ ალის 23 წლიანი მმართველობის დასრულება შეძლეს.